საქართველოს პოლიციის პირველი პროფესიული დღესასწაული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს პოლიციისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა პოლიციელებს გიორგობა და პროფესიული დღე მიულოცა. სიმბოლურია, რომ აღლუმი გიორგობას აღინიშნება, რადგან წმინდა გიორგი მხედრობის მფარველი წმინდანია და ასევე პოლიციის მფარველად ითვლება. წმინდა გიორგი საქართველოს გერბის მთავარი სიმბოლოა, რაც ბოროტებაზე გამარჯვებას ნიშნავს. დღესასწაულთან ბრძოლის სტატისტიკით, დანაშაულთან ბრძოლის სტატისტიკით აღჭურვილობით საქართველოს პოლიცია რეგიონში და ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. პოლიციის პროფესიული დღე 6 მაისს წელს პირველად აღინიშნება. ქართულმა პოლიციამ პირველი პროფესიული დღესასწაული განსხვავებულად აღლუმით აღნიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის წინ პირველად უბნის ინსპექტორები გამოჩნდნენ. შემდეგ აღლუმს აკადემია, სამაშველო სამსახური, პატრულის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიცია, განსაკუთრებულ საქმეთა სპეციალური ოპერაციების, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტის წარმომადგენელი შეუერთდა. აღლუმზე სამართალდამცველთა ნაწილი შენობის გარშემო უძრავად იდგა. მეორე ნაწილი კი შენობას მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდა და ნახევარმთვარის ფორმით შეერთდა. აღლუმზე სულ 4000 სამართალდამცველი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დღეს პოლიციელების უმრავლესობა ახალი ფორმებით გამოჩნდა. დღეს აღლუმზე არც ერთი სამართალდამცავი არ ყოფილა შეიარაღებული. აღლუმში პოლიციელებთან ერთად სპეცტექნიკაც მონაწილეობდა. პოლიციის შენობის წინ HDR-ები, კობრები, გერმანული ჯავშან მანქანები, პიკაპები და საპატრულო მანქანებიც გამოჩნდნენ. ცაში კი იროკეზები დაფრინავდნენ. გამარჯობათ ბატონებო. გილოცავთ პოლიციის დღეს. აღლუმის დასრულების შემდეგ პოლიციელებს გიორგობა და პროფესიული დღე მთავარსარდალმა მიულოცა. თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობა არის გამარჯვება წარსულის ბოროტ ძალებზე, გამარჯვება ყველანაირ სრულწმენასა და სტერეოტიპზე, გამარჯვება იმაზე, რაც ყველას დაუმარცხებლად მიაჩნდა. ეს არის უკანონობის, კრიმინალის, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების ჩაგვრის დასასრული, რაც ყველას მოურჩენელ სენატს წარმოედგინა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს გიორგობის წინვარი დღესასწაულია. გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს და მე მინდა ვთქვა, რომ თუ რამე მფარველობს ჩვენ ქვეყანას, თუ რაიმე ძალა მფარველობს ჩვენს პოლიციას, ეს პირველ რიგში არის წმინდა გიორგი, რომელიც განასახიერებს სიკეთის ძოლას ბოროტებასთან, სიკეთის შეუპოვრობას ბოროტებასთან, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ის, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, ეს არის ზუსტად ის, რასაც არავინ მოელოდა, რაც შეუძლებელი ამოცანად მიაჩნდათ და რაც თქვენ მოახერხეთ და ახერხებთ ამას ყოველდღიურად. თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება წარსულის და ბნელეთის ბოროტ ძალებზე. თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება ყველანაირ სრულწმენაზე და სტერეოტიპზე. თქვენი გამარჯვება, თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება იმაზე, რაც ყველას მიაჩნდა დაუმარცხებლად. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართველი სამართალდამცველების დამსახურებაზე და ღირსებაზე ვრცლად ისაუბრა. პრეზიდენტმა ის პოლიციელებიც გაიხსნა, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. დაღუპულების ხსოვნას პატივით წუთიერი დუმილით მიაგეს. მე მინდა ყველამ ერთად პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული კოლეგების, ჩვენი თანამებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით. მადლობთ. სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან აღლუმს თვალს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მთავრობის წევრები და დეპუტატები ადევნებდნენ. დღეს აღლუმზე მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. პირველ რიგში სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო გიორგობის დღესასწაული და პოლიციის დღესასწაული მთლიან მოსახლეობას, ასევე თითოეულ თანამშრომელს. დიდი დღესასწაულია ყველა ნებისმიერ მოქალაქისთვისაც და პირველ რიგში თანამშრომლის და პოლიციელისთვის. აუცილებელია, უნდა ყოფილიყო ნამდვილად ქართული პოლიციის დღე და ნამდვილად დაცულად გრძნობ თავს და ყველა პოლიციელს დიდ მადლობას ვეუბნები და ყველას ულოცავ
პოლიციის დღეს. ნიკოლოზი პატოს. გვარი? სად მუშაობ? მუშაობ. 6 მაისი პოლიციის დღეს წელს პირველად გამოცხადდა. პროფესიული დღის თარიღის შეცვლა 2 მიზეზით მოხდა. ძველი რიცხვებით 10 ნოემბერი საბჭოთა მილიციის, 30 ნოემბერი კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა.